როგორც ყოველთვის საინტერესო სტუმრები ყავს, საინტერესო ნიჭიერი, მხიარული, წარმატებული ასე შემდეგ და ქორეოგრაფიული მიმართულებით დავიწყოთ. ხო, მოკლედ, ჩვენი სტუმარია ოჯახი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში, ოჯახი, რომლის ყველა წევრიც ეკვალს. რუბრიკაში ჩვენი ოჯახი, ჩვენი სტუმარია ქორეოგრაფი ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის მეტეხის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ფოცხიშვილი, მეუღლესთან ნინო ქართველიშვილთან და ულამაზე შვილებთან მარიამ ვაჩა და გაბრიელთან ერთად დილომშვიდობის მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. აბა როგორ და მადლობა თქვენ უწევისთვის. მადლობა რომ გვესტუმრეთ და თან რაღაცა გული მიგზნობს რომ აეროპორტიდან მოდიან პირდაპირ თუ არა შეიძლება შეიარეს სადმე და რატო მოდიან აეროპორტიდან 17 წლის ანდრია საქართველოს ჩვენ საბალეტო დასთან ერთად გააცილეს იტალიაში სადაც რაღაცა ველოდებით რომ იქიდან ძალიან წარმატებულები და ესეთი დადებითი ემოციები დახუნძრულები ხო ლიანდას რა თქმა უნდა და მათ შორის რა თქმა უნდა თქვენი სასახელო შვილიც ეს მის შესახებაც მოგვიყევით ეს ყველაფერზე ვისაუბროთ მომავალი ვარსკვლავიაო დასში ასე ამბობ. რა მომავალი პრინციპი? მომავალი. რა მომავალი. ნინო ისაუბრებს მაგ თემაზე. მოდი კადრები ვნახოთ და თან დავიწყოთ საუბარი. არ ვიცი, ბრავო, მართლა თან ახლა იმისავით გამოდის ჟიური, არაკომპეტენტური ჟიური რო ესეთი კომპეტენტური სახით აფასებს ხოლმე, მაგრამ აი დააფრინავდა და როგორი ხაზები და აი არაპროფესიონალი შემსრულებლისთვისაც კი თვალშისაცემი რაღაცა ეს ერთი აი აი გადაწევა აი სულ მილიმეტრებში აქვს არ ვიცი ახლა მაგას თემის შეფასება ნამდვილად ყველაზე ვისაუბროთ თქვენი ოჯახიდან დავიწყოთ ეს თქვენი მოცეკვავე ტრადიციული ოჯახიდან რომელმაც ესე აი ქართული და კლასიკური ბალეტი რაღაცნაირად აი ეს ერთ სივრცეში მოაქცია შეიძლება ითქვას ხო? ანდრიამ როგორც ყველა ფოცხიშვილმა როგორც ყველა ფოცხიშვილმა დაიწყო ქართული ცეკვით და დღესაც აგრძელებს და ცეკვავს აქტიურად. უბრალოდ ეს კლასიკური ბალეტი უკვე ცოტა მოგვიანებით შემოვიდა მის ცხოვრებაში და ამჯერად ამ ეტაპზე დაკავებულია კლასიკური ბალეტის ხელოვნებით და ველოდებით მის ამოკაშკაშებას. მე ვფიქრობ რომ უკვე ამოკაშკაშებულია და მოდი მარიამზეც გადავიდეთ იმიტომ რომ მარიამი ახლა დაბრუნდა კანადიდან და გითხარი რამდენი ხანი მოაბუნდომე ფრენას რა გამოცდილება იყო შენთვის კანადაში სწავლა და აი სამომავლოდ შენს თავს სათხედავ მოგესალმებით პირველ რიგში ხო იმაში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის კანადაში სწავლებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა გავიცანი და ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წელი ჩემ თავს მომავალში ძალიან მინდა რომ ასე იყოს პოლიტიკა ძალიან მინდა რომ ჩემი საოცნებო პარტიები შევასრულო და იმედი მაქვს აუცილებლად ასე იქნება მე დარწმუნებული ვარ ბალეტი არის აი რთული ბატონო დათო ხო მოდი სანამ გადმოვალ შენ თუ იაკ ცოტა გამომხიზლდი და ჯავ ბალეტი არის ძალიან რთული ჟანრი ქორეოგრაფიულ ამ იმაში რა სივრცეში რა იმიტომ რომ ჯერ ესეთიც უნდა 24 საათიანი ვარჯიში ზუსტი სწორი კვება
სწორი ცხოვრების წესი უნდა კონდეს. ისე რომ თუ ეგრე არის ზავ, მაშინ იქნები დეკორაცია. სადაც დგავენ ქორეოგრაფები ცეკვას და ასე ვთქვათ, წინ ვერ წახვალ და აი მათი ხვედრია ეს სოლისტობა და ეს მაგალითად რომ გახდე მაგარი პრიმა, ყოველ ბევრ ამაზე უარი უნდა თქვა რა. რა თქმა უნდა. როგორც მსახიობები რა თქმა უნდა და როგორც ჩვენ. ფაქტობრივად თვითონ შეწირვა არის საკუთარი თავის. ამას ხალხი ვერ ხვდება რა. ესე ადვილი გონიათ რომ კიდაც ის ფეხბურთი აიღე, აი ეს ვარსკვლავები რო ხდებიან, ხო, იმათ ბურთთან ერთად ძინავთ და 24 საათი ვიღაცები რო ისვენებენ, 24 საათი ურახუნებენ ამ ბურთს და არიან ერთ ამბავში და დარბიან და ეს ფორმულა საერთოდ რა, ყველგან ერთია. თუ არის შრომე, არაფერი არ გამოგივა, მაგრამ ბალეტი გაცილებით რთული თემაა. კი ბატონო. იმიტომ რომ აქ ბევრი რამე შედის. მსახიობის ოსტატობა, ფიზიკური მომზადება, დისციპლინა, ფსიქოლოგიური მომზადება და ვერ უძლებს ამ და ვერ უძლებს, ვერა ძალიან რთულია და საქმისადმი სიყვარული. საქმისადმი ეხა თუ არ გიყვარს შანსი არ არის რა, არ გამოგივა რა. ხო, ვერ შეეწირე ხა იმას, ვერ შეეწირები იმ საქმეს თუ აი ფანატიკურ დონეზე. ფაქტიურად ყოველდღიური რუტინა რა. და ეს რუტინა უნდა შეიყვარო. არ შეიყვარებ და წინ ვერ მიდიხარ. ეგრეა და რა ვიცი, ნახოთ რა. გამონათებები არის ხოლმე ზოგჯერ ხო გინახიათ რომ აი ეს მაგარი გახდება და მე უცებ მე შახტესავით არის და ჩვენ ვადარებთ ხოლმე მოცეკვავეები რომ აბა ეს პირველად გავიგონე ექსპერტო მითხარი აი ეს პატარა ოქრო რომ მოიპოვო და იპოვო ძალიან ბევრი უნდა თხარო უნდა თხარო ეს თხარო რაღაცები ასოციაციური ხო სადაც აგვიყვანს ხო სადაც უნდა გათხარო იქ უნდა გათხარო სადაც ამბობ ჩვენი ერთი პოლიტიკური მომავალ. კარგი და ხო ისე რომ დაუბრუნდოთ სერიოზულ თემას, ესე იგი. შენ ძმასთან ერთად, ანდრიასთან ერთად, გარდა იმისა, რომ ორივე უკვე კლასიკურ ჟანრში ხართ, ქართულ ცეკვებშიც დუეტები გაქვთ, ხო ნაცეკვი თავისთავად ცხადია. ხო და აი როგორ ვიდეოც გვაქვს. მოდი მაშინ ნახოთ. ეს სპექტაკლი მამბერის. ხო, მარიამის. ჯერ ერთად რო ცეკვავენ? ერთად გვაქვს, მე მგონი ერთად. კლასიკური. ეს ვარჯი. ეს ვარიაცია. ეს არის ჩხიკვთა ქორწილი. სპექტაკლი. ჩხიკვთა ქორწილია? ოჯახო. ოპერისა და ბალეტის თეატრში. ეს ვიდეო არ მახსოვს. ისე როგორი საქმე არის ახლა იმდენი კითხვები მომდის უცებ თავში როგორი ახლა დაძვარო ცეკვავს და მშობლების გულში მაგ დროს რა ხდება წარმოგიდგენია რა ქართული ისეთი თუ გაქვს რა ქვია ცეკვები დადგმულია ესეთ რაღაცეები თუ ჯერ ვერ მოასწარეთ კი სპექტაკლ მამბერში ერთად ცეკვავთ სპექტაკლ მამბერში მე და ჩემი ძმა ანდრია ვასრულებთ დუეტს. დაძმის დუეტია იქაც იყო ეს სპექტაკლი. იქაც თვითონ დაძმას ვთამაშობთ. ვახტანგ გორგასალი. გაგიჭირდათ ამ როლში შესვლა. ურთულესი. ურთულესი იყო. თან იქაც რაღაც გულდატრებული დაძმა უწევთ და ისედაც მუდმივად რეალურად შეახალ მეორე. ძალიან საინტერესო. აი ამ შემთხვევაში თუნდაც რეპეტიციებზე აი დათო რამდენად მკაცრი ქორეოგრაფია. დაუნდობელი. ერთია რომ მოსწავლე, მაგრამ შვილი და მოსწავლე კიდე უფრო ცოტა სხვა რაღაცა არის, მე ესე ვფიქრობ. ამ თათხით. დღეს ხსნილია. განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. კრიტიკით გამოირჩეოდა, რადგან რა თქმა უნდა შვილები ვართ, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე, ნამდვილად იცის თქვენი შესაძლებლობები და თავისთავად ცხადია, ხა შემგამართლება არ ჭირდება, მაგრამ ეხა ბიჭებსაც ვკითხოთ, ეხლა ესე ხო არ არის? ანდრია 14 წლის.
ხო? ეს არის ვაჩი. მიკროფონი ის დაჩი ანდრია არის რო წავიდე. აი, უკვე აბერი. რა? ბიჭო, ბრავალშვილიან ოჯახში იცის ხოლმე ეს ამბავი, რა ვქია. მოგვიყევი, აბა შენ შესახებ მიკროფონი ახლოს. ცეკვასთან დამოკიდებულება შენი ახლა მითხარი, მშობლების ხათრით გაყევი თუ შენ თვითონაც? აუ, შენ თვითონაც, მაგრამ მშობლებმა დამაწყებინეს. მშობლებმა დაგაწყებინეს. დამაწყებინეს და მეც გავყევი მომეწონა და ნება ყოფილობით, აი მიგიყვანეს და თქვენს რომ აი ეს არის ცეკვა და შენ ამის იქით ნაბიჯს ვერ გადაადგამ. თამაშობდა ვაჩე პატარა რო იყო, მოწონდა ძალიან რაგბი. აჰა. ხო და თამაშობდა ძალიან მაგრა რა. ხო და მე დიდმა ბიჭმა ეხა აი ბალეტს რო ცეკვავს. მაგან აგიტაცია პროპაგანდა. ედავში. ხო და წავედით ფეხბურთზე. ფეხბურთზე რაღაცეები ჩაიშალა იქ ვერა თან პარალელურად ცეკვაზე დადიოდა და მე პირადად მივტირი მაგ იმას რა რომ რაგბი მართლა ახლოს არის რაღაცა ქართულ ცეკვასთან და კი ბატონო, სულთან იდეოლოგიასთან და ერთიანობასთან და რაღაცა და მოგწონდა ალბათ რაგბი. არ მიყვარდა. აუკნეს ბავშვი. შიდა პატარა ომები. არჩევანი მე გულმა მიგზნო ესე გამკითხვას რო სვავდი რომ. გაბრიელ. რომელ პოზიციას თამაშობდი უფრო რაგბის? თავდასხმას. დაცვასაც ორივეს. ორივეს. გადასარევია. ესე აბა ყველაზე ბედნიერი მოდელი სტუმრობით. აბა შენ როგორ გიყვარს ცეკვა ერთი ეგვითხარი ჯერ. თუ ფეხბურთი. მიდი ორივე. ორივე უყვარს, მაგრამ უფრო ვიცი რომ იმაზე გიждდება, რა ქვია. ფეხბურთი. ჰოკეიზე. ხოკი. თანა კანადიდან ახალი მას ჩამოიტანდა ჰოკი ჯოხს. ხო. გაბრიელიც ალბათ ტრადიციებს არ არღვევს, ხო? და მოყვებათ ხოკი ყავს გაბი ცეკვა. მიყვარს. გუშინ მეუნება სამი სოლო უნდა მომცემ. სამ სოლოს თუ მიცემ, ხა მე რეცეპტი. ეს რა არის ეს მარტო სურში რომ აცეკვებ. სამი სოლო, რომელი სოლოები გინდა ეხა მითხარი რა. აბა თქვენ ოღონდ უნდა ივარჯიშო, ეგრე არ გამო. რომელი სოლოგი? რომელი სოლო გინდა გაბრიელ? რომელი და თიულური სოლო უნდა. ისე მუდმივად პატარა მარიამიც რო იყო პატარა, მუდმივად ჩუმად მეხვეწებოდა ხოლმე. აი აქ ჩამაყენი. აუ როგორი ჩაწყობები როგორი ნეპოტიზმის ჩვენთან ანსამბლში არის ეგ ნუ გელოდის დროიდან. არისო ეგ ჩვენთან მიღებული რა. ჩვენს მე და ძმაც ისე ცეკვავდით რა. თუ ვიშრომებდი თუ დაიმსახურებდი. შანსი არის. ო ბატონი გელოდი ცალკე ფენომენია რა. ეს ორი შენი ანსამბლი, ჩვენი ანსამბლიო და ჩვენ თვითონ უნდა აბარა ხარისზე ვიპოვოთო შეგნითო. ო რაღაც მაგალითად გამოჩნდა რა. ისე აი როგორ მოახერხა რომ როგორ შეგაყვარათ ეს აი საოცარი ღვთისაჩუქარი რასაც ქვია ქართული ცეკვა რომ არის ხოლმე ახლა რამდენი ქორეოგრაფი გვინახავს დიდი ქორეოგრაფი საერთოდ არ ცეკვავენ მისი შვილები პირიქით ემართებათ ხოლმე ხანდახანდა ანუ იმდენ მოახერხა რომ აი ესეთი სიყვარული რომელიც უკვე თაობებს გადაეცა და უკვე შვილიშვილებზე გადმოვიდა ეს სიყვარული და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება. გელოდი იყო ძალიან აქტი არის მანდ კიდევ საჭირო ძალიან დიდი. ძალიან დადებითი პიროვნება იყო და ხელოვნება ფაქტიურად ხელოვნება მაგისტრის იყო შეიძლება ბევრისთვის ახლა უცებ ესე ასაქმნელად ვერ დაიჭერდა რაღაცას მაგრამ გელოდისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი რა ხელოვნება და საქართველოს ჰაერი და წამალი ასე და ხო ჰაერი და წამალი ხო და აი ძლებთან როგორი ის გოდა ეგ არის ხოლმე კიდევ საინტერესოა როგორი სიტყოთი აი თავად ისე ხო რა თქმა უნდა და აი ესე რო თქვა იგივე შვილის თვალიდან გამომდის იმდენად დადებითი პიროვნება იყო გელოდი რომ აი ვერასდროს ვერ ვიხსენებ რაღაცა სხვა კუთხით კი კრიტიკულიც იყო მაგრამ ისე გეტყოდა ამ შენიშვნებს შეცდომებს რომ ტაქტიანად კი რა თქმა უნდა მე არ მინდობდა ამათ კი ხო ეგრე არის ზუსტად შვილი რა დასამდობია არა შვილსაც ინდობდა ზოგჯერ მაგრამ ზოგჯერ იშვიათად ხო სხვათა შორის
ну ის რომ ძალიან ბევრ შრომას მოიცავს, ძალიან დატვირთულები, ესე ვთქვათ, ძალიან საგიჟეთი გაქვთ. ამ შემთხვევაში თან ამავდროულად 4 შვილი ძალიან რთული ამბავია, ხო? ეს აი როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს, რომ ამ ქაოსურ ცხოვრებას ასე რომ ვთქვათ. დროის მენეჯმენტი. სათო ეხმარება. იმიტომ რომ ძალიან ან თავარია რომ თავიდანვე სწორად წაიყვანო, ანუ დამოუკიდებლად რომ მიეჩვიონ ყველაფრის კეთებას, იმიტომ რომ ჩვენ მართლა 24 საათი რეპეტიციებზე ვართ, ხან გადაღება, ხან კონცერტისთვის მზადება, ხან საგასტროლო მზადება. შესაბამისად, მივაჩვიეთ თავიდანვე რომ დამოუკიდებლად შეძლონ ბევრი რამ. თუნდაც აი საბალეტო სკოლაში თავის დამკვიდრება, თავისივე შრომით და ის რომ ჩვენ ვერასდროს ვერ დავყვებოდით და ვერასდროს ვერ ვეხმარებოდით ამ კუთხით. და ვიდეოებს მაჩვენებდნენ და იქ შემეძლო რაღაც შემესწორებინა, რომ აი რაღაც ეს გამოსასწორებელი. უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს რა სტუდიაში ბავშვებთან, იმიტომ რომ იქ რო 2 წუთი მოდუნდე. შეიძლება რაღაცა ისეთი უბედურება შეიძლება მოხდეს და შეიძლება ძალიან დიდი ყურად ბავშვებთან როცა გააქვს ურთიერთობა და აი ამხელა ორმაგი პასუხისმგებლობა კი. ჩვენთან თუ მეტი არა და ვართ აი 24 საათი ჩართული. მე ესენი გვიერთდებიან ბატონო. ბევრჯერ უთქვამს სხვათა შორის ანდრიას, რომ შენ ეგ ბავშვები უფრო გიყვარს ვიდრე მეო. როცა დააკლდა რაღაც ყურადღება უთქვამს. სულია ძილის უგვაკლია, სულ ერთმანეთი რაღაცა ესე უცებ. კი, შეგატყვეთ დილით. მომბზანდი. გული რო გაუხსნა და რაღაცა ველაპარაკოთ, ეგეც გვაკლია. და გვაქვს 24 საათი კი არავინ არ გვაძალებს, მაგრამ საქმეა რა. და ეს უნდა გავა. აი და ძალიან დიდი სიყვარული ტრიალებს დარბაზში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს მარტო არ არის ქართული ცეკვა, შეაყვარო ბავშვს. თუნდაც ცეკვა დღეს ძალიან ცოტა ისეთი კონკურენციაა დიდი, სპორტი, ფეხბურთი და ასე შემდეგ. ხო, აი ეს რაღაცა იმდენად სისუფთავეა შიგნით ბავშვებთან ურთიერთობაც. რაღაცა ორგანულია ყველაფერი. აუ რა მაგარი თაობაა, იცით რა მაგარი. აუ რა კაი, აი ეს მაგარი საყვარლები. აი ხლა ეს კადრები ერთმანეთს მე არც ერთ თაობაში ეგეთი რაღაც არ მინახია კონცერტის დროს და საერთოდ რა ერთმანეთს ისე ამხნევება. აი რო არავინ არ ასწავლის, ხო იცი ეგეთ რაღაცას. შენ თვითონ რო გაქვს. ჩვენ თვითონ გაჟრიალებს რომ რაღაცა კადრებს რო ხედავთ ყველაფერს. ერთი ოჯახი არიან. ბავშვები ხო რაღაცა ძალიან ისე მეგობრობენ და დიდი სიყვარული ტრიალებს რა. და ძალიან გვიხარია ხოლმე რომ მივიდეთ ბედნიერება ნამდვილად ამ ბავშვებთან გავაკეთოთ რაღაცა პროგრამა. კი ბატონო, ეხლა ეს კადრები რომ გადის ეს ეხლა 4-ში ქონდა პროდიუსერები იყვნენ ჩამოსული, არ მომკლან ეხლა 4-ში როგორ ქონდა, არ მითხრან, მაგრამ არა რა ვქნათ. ჩვენი საქართველო არის იქ, სადაც ტრადიციებია, ნამდვილი ტრადიციები სადაც არის და ხო ეხლა ადამიანები ჩამოვიდნენ ამ გულისთვის, ამ კონცერტის გულისთვის და უბრალოდ ვერ უღალატებდით რა. და რამდენი ნამუშევ, ამდენი შრომა ჩავდეთ. და ვიცი რა. და როგორი წარმატება, აი როგორ მიიღეს აი ახლა. სხვათა შორის ძალიან ბევრი ვერ მოვიდა, მაგრამ ანშლაგი ბილეთები იყო სულ გაყიდული რა. უცხოელებზე ძალიან ბევრი. ხო, მაგრამ იყო ზარები, რომ ჩვენ ვერ მოდივართ და ვისაც მაგალითად. კი ბატონო, მე. ზოგ შეეშინდა რა, რაღაცა ვითარების გამო, რომ ესეთი ამბავი ხდებოდა, მაგრამ დარბაზი მაინც ასე თუ ისე იყო ხალხი რა. კი ბატონო, და მაისში ისევ კიდევ გავიმეორებთ და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქ თბილისის მერიას და მთელ ჯგუფს, რომ აი ამ კულტურულ ცხოვრებას ესე, რა ვიცი, არა მარტო ჩვენ, ბევრი პროექტებია და ძალიან მაგრა უძღვებიან და კულტურის სამსახურს და მათონ ანდრია ვასილაიას და ნახა კალაძეს და ყველას. ისე მარიამს რო ვკითხოთ, ანუ ხო არ გაგიჭირდა ან არჩევანის გაკეთება დაუშვათ, აი ქართულსა და კლასიკურ ბალეტს შორის. აი თუ რაღაცა თავისით მოხდა ეს ყველაფერი მიკროფონი თუ შეიძლება დაუბრუნეთ. თუ რამის მარგენგნებავთ რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი თავისით წავიდა, მე საერთოდ ამაზე არც დავფიქრებულ ვარ. ну ბალეტი ისე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რომ საერთოდ კითხვა არ გამჩენია რატო, რისთვის და ისე რომელი წლიდან მოდი ესე ვთქვათ, აი რამდენი წლის იყავი დაუშვათ, რომ აი ბალეტმა უკვე რაღაცა შემოხურება შემოიღო. და ახლობ კარგად ცეკავდა ქართულს. ხო, აი ხო და ეგ მაინტერესებს ამ მოგელოდის მოწონდა ძალიან.
მარიამის ცეკვა ქართულ ამ იმაში რა, ქართულ ქორეოგრაფიაში, ხო და მე რო ბალეტი რო გაიგო მამაჩემო, ძალიან მაგრა გაუხარდა რა, იმიტომ რომ ბალეტი მაინც სოფლიო კი ბატონო. სხვა ეს რა გლობალური კი ბატონო. ხო და ძალიან გაუხარდა. სხვა შორს ერთი პატარა ამბავი მინდა მოყვე. მოდიში მარია. არ ვათქმევინე. გახსენდა და მე. კი, მოგვიყევით და მე მარიამიც გაგწევთ. აი წელს რო ვიყავით ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, რაღაც სულ კლასიკური ნომრები იყო, ძირითადად, იყო ტრადიციულიც, მაგრამ ძალიან ვარსკვლავები გამოდიოდნენ და ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე დაეჭვდა. თვითონ იმდენად მოეწონა, რომ აი ვეღარ დამალა ემოცია და მითხრა, რომ მასო მე რო თბილისში ჩავალო, მინდაო, რომ კლასიკური ბალეტიც მოვსინჯო და რაღაცნაირად გული კი ჩამწყდა, იმიტომ რომ წარმოვიდგინე, რომ შეიძლება ჩემთან აღარ ყოფილიყო, მე რაღაც გაეგრძელებინა და უთხარი არ გინდა. შემდეგ ჩვენი გამოსვლის შემდეგ ჩვენ რო გამოვედით, აი ისეთი ემოცია წამოვიდა პუბლიკის მხრიდან, ისეთი ოვაციები იყო და მე სათითაო ბავშვს რო რაღაცებზე ეკითხებოდნენ და აი ქილები რატო ქონდა ჩუხაში, თითოეული მათი სამოსი რას ნიშნავდა და მე ისე მოხდა რომ როდესაც მადლობას ვიხდით სცენაზე, ჩვენი დასი აღმოჩნდა უკან, იმიტომ რომ პირველებმა მოვიხადეთ ეგრეთ წოდებული პაკლონი, პირველებმა მოვიხადეთ მადლობა და უკან უკრავდნენ ჭატაშ, რომ გამოვსულიყავით წინ და ვინ იყო კონცერტზე აი მე მეუბნება ეს ბავშვი ვინც უდგავდა საერთოდ ქორეოგრაფი და ქორეოგრაფია და მადონას შოუ და აი ეს 90-იანებიდან მოყოლებული ეს ალბომები რაც ჩაწერა მაიკლ ჯექსონმა აი ამ პიტერმა დაუდგა ყველაფერი და პატერსონი ხო და მოსული იყო ამ ბავშვებს ხო ეხუთა მე სოლოები გაგვაკეთებინა მუხლებზე გვაქვს დიდი სურვილი აქვს საქართველოში ჩამოვიდეს მე ბევრი ხილზე იყო ძალიან დიდი შეკრება ხო ეხლა ციგნის პრეზენტაცია ქონდა რა ჩამოვა ციგნის პრეზენტაციაზეც გახდით ისეთი მაგარი რაღაცეები მოყვა მაიკლ ჯექსონზე რომ როგორ აირჩიეს და საერთოდ ისე საერთოდ ქორეოგრაფად როგორ აირჩიეს რა თვითონ მაიკლი რო ურეკავდა და შენ რომ მე გადავებიო მე ესე უნება არა მე მაიკლი ვარო და მართლა მაიკლი ვარ ხო ხო და ამან ტყუანისო და გავუთიშა თურმე და უბრალოდ ეგრე დამირეკა ბორია წიფურია ბორია ვარ წიფურია ვიღაცა მირეკავს ის არის რა ქვია ესეთი ტელეფონები რო იყო და მეთქი მიღაც მე მგონა მეგობარი მაშაყირია და მაიმუნო რომელი ხარ მითხარი მეთქი და ბორია ვარ მართლა წიფურია ჩემი ასე და ისევდა მივხვდი რომ აი ის ამიტომ და ბოლოს ეს ბავშვი მოკლედა რომ დავასრულო შევესწარი ღმერთო მადლობაო რომ საქართველოში დავიბადეო და ქართულ ცეკვას ვცეკვაო მაგარი ამბავი ყოჩა აი რა საყვარელია ყოჩა 10 წლის ვიყავი ბალეტიო დავიწყე ანუ ოკეი დაიმეყრდა ისე რა საინტერესო ხო არის ბავშვები დადიან და უშუალოდ პატარაობიდან რა ვიცი 5 წლიდან 6 წლიდან ბალეტზე დაყავთ ხოლმე და აგზელებენ ასე ვთქვა და თავიდანვე და აღწევენ შედეგებს და ჩვენი აი ქართული ცეკვა ამითაც უნიკალურია რომ ანუ ეს ისეთ საბაზისო ცოდნას იძლევა ქორეოგრაფიაში რომ თავისუფლად შეუძლია თუ მონაცემები აქვს და თუ სრულიც ექნება გადავიდეს კლასიკურ ბალეტში ხო შეუძლია ხო მაგარი ტიპები არიან ქართულ ცეკვაში აი როგორ რაღაცა იცი აი მაგნიტი და მაგნიტი რა თითქოს ერთმანეთს კა პროეცებება და შენ ხო ასწავლე და უცებ ჰოპ ქართველი რა აი გენეტიკაში მოგან ხო რაღაცას რომ ასწავლი და უცებ რომ თითქოს იმის ნაწილი ხდები რა რაღაცა შიგნით ედოო რა და უცებ პატარები რა ესე საყვარლები გაგიჟდები მოკვდები სიცილი უცებ მაგარია მოკლედ წარმატებები უსურვოთ ეხა ანდრიას პირველ რიგში რომელიც ეხლა იქ არის და იმედია გვასახელებს თელ დასთან ერთად რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ ესე რომელი სფეროსკენაც არ უნდა წახვიდე იმიტომ რომ ზოგადად სხვათა შორის ნერები ვიტიყურები ით რას ქვია გათო კარგი მოცეკვავები ხდებიან ხოლმე კარგი მორაგბეები და ესენი რა ქვია ფეხბურთელები ხშირად არის ხოლმე ეს რა ქვია ჩვენ იმათ რო გადავავლოთ თვალი სპორტის რა თქმა უნდა და თქვენს თლიან აი შემოქმედებით ოჯახს უსურვებ წარმატებას რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ ბატონი გელოდის სული ხარობს მე 4 წელი კიდე დავრჩები ამათთან და მივდივარ აი
ხო, იქ რაღაცა ქორეოგრაფიულ სტუდია უნდა გახსნათ, ვიცი მე. ხო, თქვენი აი ესეთ სამომავლო გეგმები არა, ის უახლოესი რო დაგვიანონსოთ. როგორია? რა ვიცი, რაღაცა მაგარი რაღაცები ტრიალებს, მაგრამ როგორ არის, იცი რაღაცას რო იტყვი, მე იქრეკავენ. გვინდა. ხო და საქართველოა რა. არ თქვა ამიტომ. ხო და რა ვიცი, ეხა გვაქვს რაღაცა ბაქოში შეიძლება წავიდეს დასი სოლისტების ჯგუფი და გინესებზე მიგვიწვიეს. გინესებზე. სატელევიზიო შოუში გახსნა და თელი ამბავი და გამოგვიგზავნეს გუშინ მოუკალი ანსამბლი ისეთი ვავარჯიში. მაგით გინდა შეიყვანო გინესებს. არა, აი ხო გაიმარჯვეს ვიღაცემ სოფლიოდან, ხო? და გახსნა არის შოუ თელი ამბავი იტალიაში და აი მან 2 წუთიანი ნომერი უნდა იცეკოს ანსამბლმა და მიდის მოლაპარაკება 24 საათიან რეჟიმში ვარ ამ იტალიელებთან, ხან ერთი მწერს, ხან მეორე, ხან მესამე და შევჭამეს. გავაგზავნეთ ვიდეო, მოეწონათ, ყველაფერი ძალიან მოეწონათ და ნახოთ რა თუ წავედით მან, ძალიან მაგარია. აუ დარწმუნებული ვარ, სადაც კი შეხება გექნებათ, ესე იგი, ვისაც თქვენთან შეხება ექნება და სადაც კი გამოხვალთ, ყველგან წარმატება გარანტირებული გაქვთ, იმიტომ რომ ძალიან გიყვართ უპირველეს ყოვლისა, ეგ არის თავარი ის საქმე, რომელსაც აკეთებთ და აი ამ წარმატებისთვის კიდე ყველაფერს აკეთებთ, თქვენს და სხვასაც აკეთებინებთ, რაც თავარია და თავისთავად ცხადია, მინდა რომ სულ წინ და წინ ხო რა ქართული საქმე არ ტეხავს რა. რას ქვია და? ეხლა მაგარია. ეგარი ყველაზე მაგარი და მადლობა რომ აი ეს საქმეს აკეთებთ და უღრმესი მადლობა.